დღეს ჩვენი პარტიის წარმომადგენლობა ხვდებით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს იმ მიზნით, რომ გავაცნოთ მათ ჩვენი პირველ რიგში პარტიული გეგმები, როგორ აპირებს პარტია პოლიტიკურ ბრძოლას, რა გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში ჩვენი პარტიის გასაძლიერებლად. ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს დგას ჩვენს ქვეყანაში, რაც შეეხება როგორც პოლიტიკურ აქტორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად პოლიტიკური შევიწროვების და პოლიტიკური დევნის თემებზეც გვექნება ცხადია საუბარი და ასევე გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ გვესახება მომავალი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები მაგალითად ძალიან დიდი წარმატებით მიიწევენ წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველო დღეს არის აბსოლუტურად იზოლირებულ მდგომარეობაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავსახოთ გზები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს სრულ იზოლაციაში დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად და გვიგვსურს საუბარი იმაზე, როგორ გვესახება ქვეყანაში როგორც დემოკრატიული გადატვირთვა, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის დაბრუნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესე გავყვათ, შეიძლება. მაინც აშენდებაო და ძალიან საინტერესოა ვის აშენებენ ის ეჩინებებს თუ ასეა რა კითხვები არსებობს რა კითხვის ნიშნები და მოლოდინი როგორია ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წელიწადია მე ვფიქრობ ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მინიმუმ 6 წელია გვესმის რომ ანაკლის პორტი აშენდება ოღონდ ამ პორტის ასაშენებლად არათუ არც ერთი აგური არ დაიდო არამედ ის რაც დღემდე იქნა გაკეთებული ისიც ფაქტიურად ინგრევა, იშლება და ჩვენ მათ შორის ვნახეთ, რომ რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გამოაცხადოს ახალი კვლევა ამ პორტის აშენებასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით ადასტურებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს გეგმაში დღევანდელ ხელისუფლებას ანაკლის პორტის აშენება, იმიტომ რომ რუსეთისთვის ამ პორტის აშენება და ამოქმედება საქართველოში არის ძალიან მიუღებელი კი არა, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს და ცხადია, როგორც ყველა რუსეთის მოთხოვნას, ამ მოთხოვნასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი წარმატებით უსრულებს რუსეთს და სწორედ ამიტომ ხედავთ, რომ ფაქტიურად ხელოვნურად ხდება ამ საუკუნის პროექტის მოკლა, რომელსაც შეეძლო, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკური რეალობა შეეცვალა ძალიან მნიშვნელოვნად, ისევე როგორც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარება. ქალბატონ სალომე, მინდა გკითხოთ გუშინდელ ირაკლი ყობახიძის შეხვედრებთან დაკავშირებით. პრემიერი, რომელიც თავს ესმოდა თქვენს დასავლეთ პარტნიორებს, ჩვენს ვოლოდიმირ ზელენსკისაც, თუ შეხვედრა სარქმეოს ესალმება ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს და აწარმოებს შეხვედრას. არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი და რას უნდა და დავამატებ მე დაახლოებით იგივე უფრო განსხვავებული კურსი არც ერთ ევროპელ ლიდერს არ შეხვედრია არაფერი საგნობრივი არ ჩამოუტანია და საქართველოს ეკითხვის არ დამოკიდა. მე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად მოითხოვა შეხვედრა საქართველოს ჩამოსვლა მაკაბოჭორიშვილთან და ირაკლი ბოჭორიშვილს შეხვდა. აი მის ინიციატივას შეხვდა ირაკლი ბოჭორიშვილი. ირაკლი ყობახიძე და მაკაბოჭორიშვილს. გასაგებია. რიგრიგობით უპასუხებთ შეიძლება. თქვენი რაც შეეხება ყობახიძის ვიზიტს ერევანში, მე პირველ რიგში მინდა მათ შორის საზოგადოება მიცოდეს, რომ მიუხედავად ყობახიძის მცდელობისა, რომ გამართულიყო შეხვედრა მათ შორის ევროპული წარმომადგენლობის ძალიან მაღალ დონეზე, მათ შორის იმ ბიუროკრატიის ეგრეთ წოდებული ბრიუსელის, რომელსაც ყოველდღე ვანძღავს ყობახიძე და ბოჭორიშვილი და სხვები, მათ მიიღეს უარი ამ შეხვედრაზე. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად დღევანდელ ვითარებაში ყობახიძესთან შეხვედრა, ისევე როგორც ცხადია, რომ არ მიიჩნია ეს მიზანშეწონილად არც ერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ ყობახიძეს არ ჰქონდა არც ერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არც ერთ ევროპელ ლიდერთან, როდესაც მსგავსი ფორუმები პირველ რიგში სწორედ ამისთვის გამოიყენება, იმიტომ რომ დღეს ყობახიძესთან შეხვედრა არ სურს არავის, ზელენსკის შეხვდა სწორედ იმიტომ, რომ ამითი მან კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები, როდესაც რუსეთის უკანა ეზოში, იქ სადაც რუსეთი მოიაზრებს საკუთარ ტერიტორიად, შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შიკრიკებს, რომლებსაც ის აგზავნის ერევანში თუ სხვაგან, მათ დღეს ერთადერთი დავალება აქვს მიღებული, რომ გაუქმდეს ის სანქციები, რაც დასასებული აქვს ივანიშვილს როგორც რუსეთის
მოკავშირეს და რა თქმა უნდა შესაბამისად დღეს ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაიმე პოზიტიური დინამიკა შექმნას ზელენსკისთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ცხადია რომ ზელენსკის პოზიცია გადამწყვეტი არის დღეს საერთაშორისო პოზიციონირებას რაც შეეხება ივანიშვილის როგორც რუსეთის მოკავშირის. ამიტომ ვისაც არ უნდა მოეთხოვა ეს შეხვედრა თქვენს შეკითხვას რომ დაუბრუნდა, ეს შეხვედრა გაიმართა, იმიტომ რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ყველაზე უფრო მეტად, რომ როგორმე ამოეწეროს პუტინის მოკავშირეების სიიდან და იცის ზელენსკის ფასი ამ თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ არ უშვილდა ხელს ქართულ მხარეს უარი ეთქვა ზელენსკისთან შეხვედრაზე, ისინი მას ადანაშაულებდნენ მრავალი წლის მანძილზე, ფაქტიურად ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკის მხარდაჭერაში ჩვენს ქვეყანაში და შეეძლოთ რომ უარი ეთქვა თვითონ თუ არ სჭირდებოდათ ეს შეხვედრა. ქალბატონ სალომე, ევროპული რეზოლუციაზე მითაც კითხავს. პოზიტივისა და იმედის სანქციების შემდეგ ახლა უკვე რუსთავთან დაკავშირებით უნდა შევიდეს შესწორება. აქვე გკითხავთ ამის გარდა პოზიტივის იმედისა და რუსთავის გარდა დემოკრატიულ მუქუსლაზეა საუბარი და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებითაც რომ შეგვიქვას რომ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეზოლუციები და შესწორება. ხო, ჩვენ ვხედავთ რომ სამწუხაროდ გრძელდება აბსოლუტურად იგივე დინამიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობებში, ეს არის იგნორირება ევროკავშირის ყველა მოწოდების, ყველა რეკომენდაციის და პირიქით შესაძლებელია ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს საპირისპირო ნაბიჯებს გასვს იმისა, რა მოლოდინიც აქვს ევროკავშირს. ამ ფონზე ცხადია, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკური დინამიკა არ იცვლება იმ მათ სასარგებლოდ და პირიქით ღრმავდება განცდა, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხი არის საჭირო დღეს ამ ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი. მე შემიძლია ერთი რამ თქვა, რომ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა ფერზე, რაც ჩვენ წინ გველოდება, მათ შორის შესაძლო საფრთხეზე უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, რაც შეეხება და ამ საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას, პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკით ფაქტიურად ხელს უწყობს იმას, რომ ეს საკითხი დარჩეს აქტუალური და წინ წავიდეს მსჯელობა ამ თემაზე. კომისიამ უნდა გამოაცხადოს ფასებთან დაკავშირებით დასკვნა, თუმცა არ აღწერებს ამ დასკვნას. ვხედავთ იმასაც, რომ ორი ყური კი მაქვს, მაგრამ ერთდროულად ორი აიჯერეს. კარგი, ამოვწუროთ ეს თემა და მე ფასებზე გადავიდეთ. ხო, ნახეთ, თქვენ იცით, რომ ევროკავშირი აწარმოებს ძალიან ეფექტიან პოლიტიკას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, იმიტომ რომ წლების მანძილზე, როდესაც ევროკავშირს არ ჰქონდა ეფექტიანი პოლიტიკა რუსული პროპაგანდისთან ბრძოლის, რუსეთმა ამით ძალიან ბოროტად ისარგებლა. ამიტომ ყველა ვინც ირქმევს მედია საშუალებას, არ ნიშნავს, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია საშუალება. არსებობს რუსეთის პროპაგანდისტული გავლენის მედია საშუალებები. ესეთი საშუალებები წარმოდგენილია საქართველოში, მათ შორის ქართულენოვანი პროპაგანდისტული, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების სახით, ისევე როგორც ევროპაში ფუნქციონირებს არაერთი მსგავსი მედია საშუალება და დღეს მათი შეზღუდვა, ეს არის ევროპული პოლიტიკა, მათი მოქმედების არეალის შეზღუდვა და შესაბამისად მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალება მოექცეს შესაბამისი წლების ქვეშ, რომ შეწყვიტოს პუტინისტური დღის წესრიგით მუშაობა ქართული ხალხის და ზოგადად ევროპელი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფასებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, ჩვენ არ ვმუშაობთ არანაირ საკითხებზე, რაც შეეხება სანქციებს, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები. ევროკავშირი არის ძალიან კარგად ინფორმირებული, მათ შორის თვალყურს ადევნებენ რა არის დღეს რუსეთის მედია საშუალებების დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და თავად აკეთებენ დასკვნებს ამ საკითხზე, იმიტომ რომ მედია მონიტორინგი რუსული პროპაგანდისტული საშუალებების შეზღუდვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ევროკავშირის მუშაობის. გოგონი არის თქვენი სახელი, მე შვიდაჯერ თუ მკითხავს, იგივე პასუხს მიიღებ. სამთავრობო კომისიას ჯერჯერობით დასკვნა არ წარუდგენია, თუმცა არც გადაღებულ ფასებს ეს არის, რასაც სამთავრობო კომისია და საპარლამენტო კომისია აწარმოებენ, თუ რეალურად რა
ჩვენ იმ თავით ვთქვით, რომ ამ სამთავრობო კომისიის თუ საპარლამენტო, ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს იყო ქართველი ხალხის საბუჩად აგდება და დაცინვა, იმიტომ რომ დღევანდელ აი ამ მაფიოზულ კლანს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს, არანაირი პოლიტიკა არ აქვს. მათ აქვს მხოლოდ PR პოლიტიკა, ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების პოლიტიკა და როდესაც დაინახეს, რომ გამოკითხვებში ამოდიოდა მაღალი ფასები, როგორც ადამიანებისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, შემაწუხებელი პრობლემა, გადაწყვიტეს, რომ მორიგი რაღაც PR დადგმა ჩაეტარებინათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდათ მათ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები იზრდება, ვერანაირი რეალური გადაწყვეტილება ამ პრობლემას ვერ მოეძებნა და ვერც მოეძებნება და აქ ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ადამიანი მაღაზიაში შედის, ძალიან კარგად იცის კობახიძე მას ატყუებს თუ არა, როდესაც ეუბნება, რომ ხორცი მაგალითად 10 ლარი ღირს და მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიის მუშაობა საბოლოოდ უკან ბუმერანგივით დაუბრუნდება ამ ხელისუფლებას ძალიან ნეგატიურად. დილშენთან დაკავშირებით სამთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე დღეებია ათენებენ მშობლები წამლის მოთხოვნით და არ ეხმარება სახელმწიფო რომ დაეხმაროს დილშენით დაავადებულ ბავშვებთან მშობლებსაც არ ხდებიან დღეს კობახიძესაც ვკითხეთ, თუმცა თავი არ არის და პასუხს წავიდა არ შევხვდები. ნუ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როდესაც ქვეყანას მართავს მაფიოზური კლანი აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე ისეთ ვითარებასთან, როდესაც მაგალითად ჩვენი გადასახადის გადახდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი სახსრები მოიაზრება როგორც საზოგადოებისთვის, საზოგადოებრივი სიკეთისთვის დასახარჯი სახსრები. ეს მოიაზრება როგორც მთავრობის ჯიბეში ჩადებული მოქალაქეების მიერ ჩადებული ფული, რომელიც მათ შემდგომ კორუფციულ სქემებში უნდა დახარჯონ და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა კორუფციული სქემებით, რამდენ ფულს ფლანგავს ეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც სრულიად უპატრონო თავს მიტოვებული კონკრეტულად ეს ბავშვების ჯგუფი და მათი ოჯახები, მაგრამ არა მხოლოდ ისინი, არამედ ჩვენ საზოგადოებაში არაერთი სხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ვერანაირ ხელშეწყობას და დახმარებას ხელს ვერ იძლევა.